შევუბრუნდებით დასავლეთისკენ, ანუ სიბნელისკენ, მზის ჩასვლისკენ, სადაც ეშმაკი მეუფებს, ასე თქვა და მღვდელმსახური გეუბნება, რომ განაგდებ სატანასა. ესე იგი, შენ უარი უნდა უთხრა ეშმაკის მსახურებას და საბოლოოდ გეუბნება, რომ შეებერე და შენერწყე მას. ანუ ეშმაკს სამგზის უნდა შენერწყო და უნდა წარმოთქვა ფუი ეშმაკს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კი მანამდე მე უძლური ვიყავი ეშმაკთან ბრძოლაში და მე არ შემეძლო მისი დამარცხება, რადგან მე არ მქონდა ძალა, ღვთაებრივი მადლი არ მქონდა იმისა, რომ ეშმაკი დამემარცხებინა. ახლა უკვე უნდა გადავწყვიტო მე, რომ მე მინდა ამ ბრძოლაში შევიდე, ეშმაკს ერთხელ და სამუდამოდ უარი განუცხადო და მის საქმეებს, რომელსაც ეშმაკი შთამაგონებს, და ეს არ არის მარტო სიმბოლური რაღაც რიტუალი ამ შემთხვევაში, არამედ აქ გადაწყვეტილებაზეა, შინაგანებელობაზეა მთლიანად აქცენტი გაკეთებული, რომ შენ გაიაზრო რას აკეთებ, რა ნაბიჯს დგავ, სანამ მოინათლები. ღმერთის წინაშე დებ ამ პირობას, რომ მორჩა მე ეშმაკს აღარ ვემსახურები. ეშმაკს მის საქმეებს, ცოდვებს, ვნებებს ზურგი უნდა შევაქციო და მე უნდა დავიწყო ახალი ცხოვრება.